ჩვენ ადრე შევაფასეთ Roblox-ის ავატარების Steel Brainrot-ში, მაგრამ არასოდეს არ შეგვიფასებია Steel Brainrot-ის ბაზები. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება, რადგანაც ამ ვიდეოში უნდა შევაფასოთ ჩემი გამომწერების Steel Brainrot ბაზა. ხოლო გამომწერს, რომელსაც ექნება ყველაზე მაგარი ბაზა ვიდეოში, გადაეცემა Brainrot-ი ჩემგან იმის ნიშნად, რომ მას ჰქონდა საუკეთესო ბაზა ვიდეოში. მოკლედ, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო ამ ვიდეოში ისევ და ისევ ვიღებ Steel Brainrot-ს და ამ ვიდეოში უნდა შევაფასოთ, როგორც გაიგეთ ვიდეოს დასაწყისში, ჩემი გამომწერების ბაზა. მაგრამ მეგობრებო, სანამ ამ ვიდეოს დავიწყებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველამ დაალაიქოს ეს ვიდეო და გამოიწეროს ჩემი არხით და რაც ყველაზე მთავარი, გააქტივოს დაეწყლაკი, რომ აღარ გამოჩნდეს გავსი ტიპის ვიდეოები. წინასწარ მეგობრებო, მადლობა მინდა გადავიხადოთ ყველას, ვინც ამას გააკეთებს და ასევე მეგობრებო, გინდათ რომ გაიგოთ საქართველოში ყველა Steel Brainrot-ის სკამერის შესახებ, ან გინდათ რომ განაცხადი შეიტანოთ, რომ ყველა მიცოდეს, რომ ესა თუ ის ადამიანი სკამერია, რომელმაც შენ დაგსკამა. მაშინ თქვენ გთავაზობთ Studio Verses. ეს არის Discord სერვერი, სადაც შეგიძლიათ აკეთოთ თითქმის ყველაფერი. მათ შორის შეგიძლიათ, რომ მე, რომელიც ამ სერვერის ოვნერი ვარ, შემოტყობინოთ იმაზე თუ ვინ დაგსკამა და პრუფის ჩააგდოთ მაგის და გამოვაქვეყნებ და ყველას ესწორინება, რომ ეს ადამიანი არის სკამერი და ყველა აერიდება მას. მაგრამ მეგობრებო, პრუფის გარეშე არავის არ გამოვაქვეყნებ. თუ მეგობრებო, პრუფი არ გაქვთ, რომ ესა თუ ის ადამიანი არის სკამერი, მაშინ არ გამოვაქვეყნებ სერვერზე, რომ ის ადამიანი არის სკამერი. გარდა მაგისა, ასევე სერვერზე მაქვს ხოლმე Brainrot-ების გათამაშებაც, სადაც თუ ჩაერთვებით, ძალიან დიდი შანსი გექნებათ ესა თუ ის Brainrot-ი მოიგოთ. დაახლოებით 1 კვირის წინ ასევე გავათამაშე Spaghetti Toilet-ი და მომავალში ვაპირებ, რომ რაღაც გიჟობები გავათამაშო. მოკლედ, მე მეც ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ. ბოლოს რასაც ვიტყვი არის ის, რომ სერვერზე გაერთვებით რადგან ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი რაღაცების კეთება შეგიძლიათ მანდ. და მეგობრებო, ვისაც შემოსვლა უნდა, ლინკი იქნება აღწერაშიც და ჩემს კომენტარებშიც და წინასწარ მოლობას გადაგიხდით, ვინც შემოხვალთ, რადგანაც ვცდილობ, რომ Discord-ზე ავიდეთ უკვე 500 წევრზე. 200-ზე ხო ავედით, ეხლა ჩვენი ახალი მიზანი არის, რომ ავიდეთ 500 წევრზე. რაც ძალიან დაეხმარება Discord სერვერს განვითარებაში. გარდა მაგისა, აღწერაში იქნება ჩემი 2 წელი Roblox-ის თამაშების ლინკიც, მანდაც თუ გადახვალთ, დიდი მადლობა წინასწარ ჩემგან და მოდი ახლა დავიწყოთ ვიდეო. მოკლედ, ჩემი პირველი გამომწერი, რომლის ბაზასაც ვაფასებთ, არის Nug. ხო, ეგრე აწერია მართლა. ეს არის ჩვენი პირველი გამომწერი და ეხლა დაველოდები ოდის გახსნის ბაზას და დავიწყებთ შეფასებას და უკვე გძნობ, რომ არც ესე კარგი ბაზა აქვს. და მართლაც ყოფილა. ანუ შემოვედი თუ არა რაღაც Saint Patrick-ის მუტაციის, კი არა, ტრეიტის ფლიფლოა დახვდა, რაღაც Brainrot გოდები და ერთი დებილობა სიქრეთი ტორტუგინი Dragon Fruit-ი. ანუ რა გინდა ეს ფლიფლოა დებილობა არის. ან ეს Brainrot გოდები რა თუნდა, აი, სიქრეთები ყავს თითქმის ყველას ბაზაში, არ ვიცი, მაგრამ აბა ნახოთ მეორეზე რა დახვდება. მეორეზეც არაფერი. და აბა მესამეზე ავიდეთ, აბა. ნუ ახაც Single Furgoro 120 მილიონიანი. ვაფშე არ მოველოდი მეგობრებო ამასო, ეს დამხვდებოდა ბაზაში. ამას შეხედეთ, ბიჭო, ნახე რა ამბობს აკეთებს თან. ანუ ქვევით ხო ძალიან დებილობები ქონდა, აი 1 მილიონსაც არ აკეთებდა არც ერთი Brainrot-ი და ამას შეხედეთ. ეგრევე 100 მილიონს გადაცდა. საღოლ. კაი, ეს იყო მისი მთლიანი ბაზა. ნუ ამ ბაზას დავუწერ ალბათ 4-დანაც. ნუ ეს სიქრეთი არის მარტო ამ ბაზაში ყველაზე მაგარი რაღაც. დანარჩენები ყველა ბანზობა არის. ვაფშე ფლიფლოა წაშალი, რა გინდა ბაზაში ეგ. გადავედი, მეორე გამომწერი შემოვიდა, დაიცა ბაზა დავკეტოთ. უცებ. და ეხლა შევაფასებთ მეორე გამომწერის ბაზაზაც, რომელიც მელოდებოდა кайხანია ესე. კაი, შემოდივართ თუ არა, ეს ამდენ მილიონს აკეთებს? 2 წამი. ვარ ჩანს ამდენ მილიონს აკეთებს. შეგიძლია ის Brainrot-ი აწიო და დამანახო ამდენს აკეთებს? აიო დამანახო ასე, ხეში რო აიღო. თორემ ვაფშე ვერ ხედავ. ტოდოტო არის და Rainbow არის და რაღაც 5 ტრეიტი ადევს. 52 მილიონი. აი შემოდივარ თუ არა 52 მილიონიანს ხედავ. სამაგარი დასწრისია, აქ არის ბასკეტო, რომელიც ყავდა და ორჯერ გავათამაშე. მერე მოდის No, my egg, რომელიც არის goldi. ხო, gold მუტაცია ადევს. No, my eggs. და მერე
ნაიცა მერე მოდის ლოს შიკლეტერას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრინოტი იყო, მაგრამ გაუფუჭდა ფასი და ისე ძალიან აღარც მომწონს ლოს შიკლეტერა. გადავედით შიკლეტერინაზე, რომელიც ისე გავათამაშე და ამან მოიგო. მერე მოდის შიკლეტერა, რომელსაც სტრობერის ტრეიტი ადევს. სტრობერის ტრეიტი და მეტეორის ადევს. ეს მაგარი შიკლეტერა არის, მიუხედავად იმისა, რომ გაბანზა შიკლეტერა. მერე მოდის ასე, დაიცა დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 ტრეიტიანი ნუბინი, მაგრამ დებილობა არ ვარგა, გადიიხი ჩვენ. მერე მოდის ბალერინა კაპა, რატო გაქვს ეგენი ძმა? რომ მაგარი რაღაცები გაქვს, სიკრეტები გაქვს ბაზარში და რეებს ინახავ. რა ბალერინა კაპუჩინო ძმა, რა მაგარი რაღაცები ყავს და მე იქით მითიქი რაღაც ტრაკ ბარაბუმითი რაღაცა. 10 ტრეიტიანი მე მგონი, რა გინდა? მერე კოკოფანტო კიდევ ხო? კოკოფანტო ელეფანტო. ეს 200.000-ს აკეთებს ის 400.000. მითიქი და ბაიონ გოდია რა სიცემს აბა. კაი, გადავედით ახლა მეორე სათუზე. დავნახოთ აბა მეორე სათუზე რა გველოდება. ეგრევე გრენი, ყველაზე გავრცელებული სიკრეტია რადგანაც სემი ყველას დაუსპაუნა ეს და არც ისე იშვიათი არის. მაგრამ ძმა, ბოდისვაპი ვინ გამიკეთა? დაგიჭირ ბოდისვას ბიჭო. წესიად იყავით. მერე მეგობრებო მოდის ინიენგის პირულეტერა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სიკრეტი არის, მაგრამ მეგობრებო, მიუხედავად მაგისა, ეს პირულეტერა მახსოვს რომ ჩემი იყო და გავათამაშე, მიუხედავად იმისა რომ იშვიათი იყო მაინც, ხო და მაგის გამო მეგობრებო, ვფიქრობ რომ დალაიქება სიმსახურებს, რადგან იშვიათებს ვათამაშებ და აქ რა ხდება? ბრუნოები გვერდზე და შუაში გრენი. რა მაგრამ მოაწყო ბრეინოტი? ასე მიყვარს ხოლმე აი ლამაზად რო აწყობენ, ამას შეხედეთ. ბრუნოები გვერდზე შუაში გრენი. კაია, კაი, ეს უკვე მომეწონა ძალიან. ნახეთ. თან ეს ტრეიტი ადევს ერთ ბრუნოს. მეს მაგ ეგეთი ბრუნო. გადავედით ზე. მესომეს ასე გიჟებია. მიეტეტერა ბიშკლეტერა, ისე ყავს ამას შენახული, მეს ყავდა ადრე, მაგრამ ისე დებილი ვარო, დებილობებთან მივაფიუზე და დებილობები დავაგდე. ლოს კენდი, რომელიც ყავდა და აკეთებდა ასე ალბათ 300 მილიონს და დავყარგე დამსკამეს მაგაზე, სამწუხაროდ რადიოაქტიური რაღაცა ედო თან და გობრინო ბიჭო. აი ახლა გეგონებათ ეს ბრინოტი დებილობა, მაგრამ სვაპაო ბიჭო, გეგონებათ ის რომ გობრინო არის დებილობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ბრინოტი არის. ერთი დღით შეგეძლოთ მარტო აღება რანდომულად დასპაუნდებოდა და მაგის მერე ვეღარ აიღებდით. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბრინოტი არის ჩემი აზრით გობრინო, ვალუეში, მაგრამ ფავორიტი არ არის ვიზუალის გამო. მერე აქ ყავს მეგობრებო სპაგეტი ტუალეტი, რომელიც ბევრს არ ევასება, მაგრამ მე მევასება. იმიტომ არ ევასება ბევრს, რომ იძახიან რომ ძალიან მარტივად დააგდებთ Secret Lucky Block-იდანო, მაგრამ მარტივად დააგდებთ არა, ჩემი ფეხები ძალიან რთული არის ამის დაგდება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ასპაუნებს ხოლმე სემი ამას. 300 რა Lucky Blocks. და ამის მერე მოდის ძალიან ლამაზი კეჩური და მასტური თუ რაც არის. ხო, კეჩური და მასტური. აუ ყავდა ისე ეს და მე გარამაში გავცვალე და მე გარამა დავკარგე. Fuck! მე მეგობრებო ამ კეჩურუს გვერდზე დგას ორი მანი პაგი, ძალიან მაგარი არის და მე არის ლასიკრეთი ხალხო, აი ეს ლასიკრეთი, აი ძალიან კარგად მახსოვს, ჩემ პრაივეტზე იყო შემოსული, რაღაც ლაკი ბლოკები ქონა და მორი გაგიხსნიოდა რაღაცაო და ბოლო ლაკი ბლოკი იყო რა დარჩენილი და ხმალი ავიღე და ხმალი დავატყი მაგ ლაკი ბლოკს და რო გახსნა დააგდო ლასიკრეთი. მე გავშჭედი ძმაი, რა ლასიკრეთი? ხო არ უბერავთ ხო? დავაღიღე ასე პირი და რა ვიცი, თვალებს ვერ უჯერებდი. მოკლედ, ძალიან მაგარი ბაზა არის, ნუგოს ბაზას ჯობია 1000 თავით. პირველი სათულის კი მოგავს ნუგოს ბაზას. ხო და მეგობრებო, ამ ბაზას ეხა დაუწერ 10-დან აი ბაზა არის, მაგრამ თლაც საუკეთესო არ არის, ამიტომაც 8-დანაც დაუწერ. კი არა და 100-დან 800. აი საუკეთესო ბაზა, ყველაზე საუკეთესო ბაზა არის ის, სადაც არის headless horseman-ებით გავსებული ეგ ბაზა. მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ დებილობებს რატო ინახოს ბაზაში რა მაგარი რაღაცები ყავს და ესენი რატო ყავს? რატო ძმა, თვალებს მატკენს ამას უყურებ. რა დებილობა? გამისკდა თვალებით კივილისგან რა არის ეს? მაგრამ მეგობრებო დაგვრჩა ბოლო გამწერი, რომლის ბაზას უნდა შევაფასო და შემოვიდა და ამას შეხედეთ მეგობრებო. მეცა აი აგერ არის.
ნურებიძე რატო არის? და ორი რაღაცა აქვს ბაზარში მარტო. ხედავ ეხა ის თერ კი არა და საღდგომო მატეო იყო ბანტეო, მაგას ხედავ და ტოტოს ახურს. და იმ საღდგომო მატეოსადოს დაიმოდი, მეც ვერაფერს ვერ ხედავ. ანუ ფულს აგროვებ და არ არებითებ? თუ რა შვები, ანუ ვერ დავამუღამე. ამას შეხედეთ. კი, მაგრამ ყოველად უცნაური რაღაცები, მე რატომ უნდა ხდებოდეს ხოლმე ვიდეოებში რა არის? ანუ როგორ იშოვე მაგის ფული ვაფშე ნურბებიძე იყავი? ფული როგორ იშოვე რომ ეს ორი ეყიდა? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უცნაური ბაზა აქვს, მაინც მეგობრებო, ფიქრობ, რომ ამ ბაზას მაინც ერთხელს დავწერ ბოდიში, მაგრამ მაგას დაგიწერ, რადგანაც ბაზაში ორი low tier secret-ი ყავს რა. თუ მოხედავ ბაზას და მომავალში ამ ვიდეოს გადავიღებ, ავამაღლებ ქულას. გააჩნია როგორ მოხვდავ. კაი, ეხა მეგობრებო გამარჯვებული. ჯერ ნუ იღე, ბიჭო. მოკლედ, ჩვენი გამარჯვებული არის ნევერო აწერია ეგ, ანუ data და მოიგო chill papi, რომელიც აკეთებს მე მგონი 22 მილიონს, ხო? თუ 30-ს არ ვიცი, მაგრამ მოიგო ეგ. და სანამ ეგ თავის ჯილდოს აიღებს, მანამდე მეგობრებო, მინდა დაგემშვიდობოთ, რადგანაც დღეისათვის ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, იცითაც უნდა ქნათ, ვიდეოს დასაწყისში მთელი 10 წუთი მე მგონი მაგაზე ვისაუბრე. და რა ვიცი მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თვითონ რუბრიკა, აუცილებლად დამანახეთ, რომ მოგეწონათ, რომ გავაგზავნო ამ რუბრიკების გადაღება რა. ხო და რა ვიცი, თქვენთან იყო რაზრობალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრამ სანამ გავალ მეგობრებო, უნდა გაჩვენოთ თუ როგორ მიაქვს დათას თავის ჯილდო, რომ მე რამე არ გეგონოთ, რომ ბატლა არა ჩუქა ყალბიაო და რაღაცეებიო. აი აგერ მიაქვს კაც თავისი ბრეინოტი, აგერ აი შეაქვს ბაზაში და რო შეაგდებს თიშავ. მოკლედ კარგად რა შეაგდო.